ამ ვიდეოში ნახავთ რა ხდება აპენდიქსის, ანუ ჭიანაწლავის ანთებისას, რასაც ფართო საზოგადოებაში ბრმანაწლავის ანთებას და ბრმანაწლავის ოპერაციას ეძახიან ხოლმე. ჭიანაწლავი არის აი ეს სტრუქტურა, რომელიც ბრმანაწლავთან უშუალო კონტაქტში, ანუ მსხვილი ნაწლავის დასაწყისში მდებარეობს და მისი ანთება გამოწვეულია მისივე სანათურის ბლოკირებით, როგორც ხედავთ საჭმლის ნარჩენებით. აპენდიქსის ანთებას, ანუ აპენდიციტს სხვადასხვა დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, მაგალითად, ქვედა მარჯვენა კვადრანტში მუცლის ტკივილი, ან დიფუზურად მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება. ასევე შეიძლება გამოხატული იყოს მუცლის ტკივილი, რომელიც დაწოლის შემდეგ მუცელზე უფრო ძლიერდება. აპენდიციტი კი არის მდგომარეობა, რომელსაც რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიეხედოს, რათა ის არ რუპტურირდეს, ანუ არ გასკდეს და არ წარმოიქმნას სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რასაც პერიტონიტი ჰქვია. აპენდექტომია კი, ანუ აპენდიქსის ამოკვეთა ორი მეთოდით, ლაპარასკოპიულად და ღია მეთოდით შეიძლება ჩატარდეს. ძირითადად ლაპარასკოპიული მეთოდი უფრო დამზოგავია და მალე სრულდება, თუმცა არსებობს შემთხვევები, სადაც ეს პროცედურა აუცილებელია, რომ ღია წესით ჩატარდეს. ოპერაციის შემდეგ კი უკვე რამდენიმე დღეში ადამიანები საკმაოდ კარგად გრძნობენ თავს.